ერთ მშვენიერ დღეს გოგა ტყეში სეირნობდა. ყველაფერი კარგად იყო, მანამ სანამ მოულოდნელად ბუჩქებიდან უზარმაზარი დათვი არ გამოვარდა. გოგას ტვინმა მაშინვე განგაში ატეხა. ამ დროს მის სხეულში ჩაერთო სიმპათიკური ნერვული სისტემა, ანუ ბრძოლის ან გაქცევის რეჟიმი. პირველ რიგში მას გუგები გაუფართოვდა. ყველაფერი კარგად რომ დაენახა. ამასთან ერთად გაუფართოვდა ბრონქიოლებიც, რადგან სირბილისას მეტი ჰაერი იყო საჭირო. გულისცემა გაუხშირდა, რადგან სისხლის სწრაფად უნდა მისულიყო კუნთებში. ღვიძლში გაძლიერდა გლიკოლიზი, რადგან გოგას სწრაფად სირბილისთვის ენერგია სჭირდებოდა. გაძლიერდა ასევე უფლის გამოყოფაც, რადგან სხეული როცა აქტიურად მუშაობს და სითბო გამოიყოფა, ორგანიზმი გადახურების თავიდან ასაცილებლად გრილდება. პარალელურად ნერწყვის გამოყოფა შეუმცირდა და პერისტალტიკა დაითრგუნა. ახლა საჭმლის მონელება ვის აინტერესებდა? შარდის ბუშტი მოდუნდა. არც ამის დრო ჰქონდა, მთავარია გადარჩენილიყო. ბოლოს ხეზე აძვრა და დაიმალა. როცა გოგამ თავი უსაფრთხოდ იგრძნო, ღრმად ამოისუნთქა და მაშინვე პარასიმპათიკური სისტემა ჩაირთო. გუგები დავიწროვდა, ნერწყვლენა გაძლიერდა. სუნთქვა და გულისცემა ჩაუწყნარდა. კუჭმა და ნაწლავმა მუშაობა გაანაგრძეს. შარდის ბუშტმაც თავი შეახსენა. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად დასრულდა. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოტოვოთ საინტერესო სიახლეები. მომავალ შეხვედრამდე.